ყოველი გადაცემის სრულობისას ალბათ თქვენ ელოდებით გარკვეულ სახის ინფორმაციას ჩვენი სახელოვანი დიდი ქართველი სპორტსმენის და ჩვენი ტელეკომპანიის მფლობელის გიორგი კანდელაკის შესახებ. მე ამას გძნობ თქვენგან და სამწუხაროდ მე გარკვეულწილად ვერ ვახერხებ იმას ამ თემასთან დაკავშირებით თქვა ის რისი თქმაც მე მსურს, იმიტომ რომ გარკვეული შებოჭილობის თემა არსებობს. გიორგის კანდელაკის სურვილია რომ ჩვენ ამ თემაზე არ ვისაუბროთ. ის იქიდანაც კი ფიქრობს ქვეყანაზე, სახელმწიფოზე. კარგად მოგეხსენებათ, არჩევნები მოახლოებულია და მას არ სურს რომ მისი თემა იქნას გამოყენებული პოლიტიკური ინსინუაციებისათვის. ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ და ადვოკატმაც განაცხადა, ეხლა მე რამე ახალს არ ვიტყვი, რომ არის სრულიად უდანაშაულოთ ამ საქმეში და გამოძიება ამ ყველაფერს დაამტკიცებს და იტყვის გამოძიება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბევრისგან გავიგონე ეხლა ესეთი რაღაცა მწარე რაღაცა განცხადება, რომ თან ეხა ხო ვითომ უნდათ ხელისუფლებას დაარტყან, აი კი ეხლა იცით ალბათ ყვილა არ დაიჭერდნენ, მაგრამ ის ნაციონალები დაეჭირათ, რაღა ამ კანდელაკს მიადგნენ. თქვენ დალოცვილებო, ვერ გავიგე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ყვილა დაეჭირათ ხალხი და გამართლებულიყვნენ განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში? ეხლა რასაც ვერ დაუკარგავთ, ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ეს სამართალი ამდგარა და ჩვენ ამიტომ ვიტოვებთ იმედს და ვამბობთ, რომ სამართალი იზეიმებს. რატო იხსნით ვენებს და რატო ლაპარაკობთ იმას, რაც არ იცით? რატო აძლევთ თავს უფლებას ილაპარაკოთ იმის შესახებ, რაზეც თქვენ არ ახართ კომპეტენტური? გაგი მოსიაშვილმა გიორგი კანდელაკის ადვოკატმა განაცხადა, მე ციტირებას ვახდენ მის სიტყვების, რომ იმ გარკვეულ საწარმოსთან, სადაც ხდებოდა იქ რაღაცა ჩამოსხმა ალკოგოლური სასმელებისა, არავითარი კავშირი არ აქვს გიორგი კანდელაკს. ანუ ეს მისი კომპანია არ არის. რა კორუფციაზეა საუბარი? არ არის მისი კომპანია ეს. მას არ ეკუთვნის. არანაირი რეალიზაციასთან კანდელაკს არავითარი წვლილი და რაღაცა როლი არ აქვს, არა მისი მეშვეობით და ერთი ბოთლიც არ გაყიდულა. თავად აქვს მას ის თვითონაც ასხამს ღვინოს და გარკვეულწილად გასაღების პრობლემა თვითონ თავად ჰქონდა, ყიდდა უბრალოდ ამ ღვინოს თავის გარკვეულწილად ობიექტებში. თვითონ არ ჰქონდა ეს მოგვარებული, სხვას როგორ უნდა დახმარებოდა აი ამ რეალიზაციაში. და რატო იძახით, რატო გამოყავთ ეს კანდელაკი ჩემთვის ჩემპიონი დასრულდა თვითონ იქ რას ასხამდა, არ ასხამდა და არც გინად გაიგოთ. გამოძიება არ ამბობს ამის შესახებ. უბრალოდ ერთი კაცის ჩვენება არისებობს იმ გოგი ჩაიშვილის, რომელმაც ჩვენება მისცა დაცვის და ადვოკატის გარეშე, კაცი რომელიც მეოთხე სტადიას იმსივნე გააჩნია. და ამიტომ ეს ხელშესახები ელემენტები და ეს მტკიცებულებები კიდე რა არის საქმეში, ხა მე ვერ ვიტყვი, ვერ ვისაუბრ, მე იმედს მაძლევს, რომ გაირკვევა და უბრალოდ ეხა დღეს იმიტომ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, რომ აი ძალიან სამწუხარო და ამაზრზენი არის ზოგიერთების განცხადებები, რომლებმაც უკვე ეს კაცი დამნაშავეთაც გამოიყვანეს, დახვრიტეს კიდევაც და რა ვიცი, ყველანაირად გაანადგურეს. რა როგორ გვიყვარს ჩვენ ადამიანების ერთი ხელი მოსმით ესე ნაგავში ჩაგდება. არა და ეს ის ხალხი არის მანამდე სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა გიორგი კანდელაკის მზეს ლოცულობდა. გიორგი კანდელაკი დამარცხებული არასდროს არ ყოფილა და არ იქნება. ის როდესაც რინგზე გადიოდა, გამარჯვების სიხარულს ანიჭებდა ქართველ ხალხს. და გამარჯვებული გამოვა აი აქ ამ ბრძოლიდანაც. ხშირად ხდება, რომ ადამიანებს უკანონოდ დებენ მსჯავრს და იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევაც არის. და ეს ეხლა ქრისტე უარყო კაცობრიობამ და ბარაბას გზა აირჩია და ბარაბას გზას გაყვა და ქრისტე აცვეს ჯვარს. და ეხლა სულ არ მიკვირს მე, რომ კანდელაკის მიმართ ზოგიერთები ამგვარ პოზიციას ავლეს და ზოგიერთები რო ავლენენ შეკვეთილი გარკვეული ელემენტები ჩანს ამ განცხადებებში. ზოგიერთი ისეთი ადამიანის განცხადებები ნახე მე, რომ ყოველთვის რო ყველაფერზე რო ხელს მოაწერენ, აი ესეთი ხალხი
ამტკიცებდა რაღაცას, რომ თურმე ღლიცინებდნენ იქა რაღაცეებს, რომ აი თურმე ეს ასხამს, რას ასხამს, სად ასხამს, არ ყოფილა მისი საწარმო ეს არასდროს. კაცი, რომელსაც საკმაოდ გამართული ბიზნესები აქვს, რატო უნდა ჩაიგდოს თავი რაღაცა ხიფათში, რატო უნდა მოკიდოს ხელი, რომელთაც რაღაცა პრობლემა შეექმნა, როცა სხვა უამრავი ბიზნესები აქვს, საიდანაც არც თუ ისე მცირე შემოსავალი აქვს, ხო? აი რატო, აი რაღაცა ლოგიკა ხო უნდა არსებობდეს. მაგრამ თქვენ შეგწყვებათ აი ამ სიტყვებისა, რომ აი ახლა ამ ყველაფერს წერთ, ეს ხო არ გონიათ, რომ თითეული განცხადება ინახება და ყველა სათითაოდ ალბათ მერე პასუხით გაეცემა. იცით, ეხლაც აი გიორგი კანდელაკის ხელშეწყობით ტარდება მსოფლიო დონის ტურნირი, ჩამობძანდა სახელგანთქმული მოკრივე ლეონარდ ლუისი, რომელიც სხვათა შორის შეხვდა სპორტის მინის და კარგად მოგეხსენებათ, აი ხა ეს ტურნირი გაიმართება. და ესეთი ტურნირები ხშირად იყო, ყველაფერი გიორგისთან კავშირში არის. გიორგი კანდელაკი არის კაცი, რომელმაც გამოგლიჯა იმ საშინელ სცენებს, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში ნარკომანია, ლუდომანია, დანაშაულებები, ახალგაზრდობა და სწორ გზაზე დააყენა. მისი მეშვეობით გახდნენ უამრავი მოკრივეები, ჩემპიონები საქართველოსი, ევროპის და გიორგი კანდელაკი იყო, რომელიც უფასოდ ამზადებდა თავის ვარიანის აი ამ კრივის დარბაზში ბავშვებს. მილიარდები შეჭამა ხალხმა და მილიონები და მილიარდები შოვა და ლარი არ ჩაუდია და ლარი არ მიუცია არავისთვის. და გიორგი კანდელაკი უამრავ ადამიანსაც ეხმარებოდა და კიდევ ერთხელ საქმემოქმედო ღონისძიებებში იყო ჩართული. და ყოველთვის სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია ეკავა. ამიტომაც არის რომ ქართველ ხალხს ის უყვარს. ჩვენ სპეციალურად ეხა ზოგს გაუჩნდა ეჭვები, რომ რახან ჩვენ არაფერს არ ვლაპარაკობთ, არ უშვებთ ადამიანების კომენტარს, გონიათ რომ ხალხმა დაიჯერა ეს ყველაფერი. ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ თავად გიორგის სურვილი არის ეს, რომ არ უნდა რომ იგივე სახელმწიფო და ქვეყანა არ დაზარალდეს და მისი ეს თემა ვიღაცამ არ გამოიყენოს ცუდად აი ამ სიტუაციაში. ეს არის მისი სურვილი. და ამას ზოგიერთი ვერ ხვდება. გიორგი თავს იკავებს და ამ დროს ვიღაცები, რომლებიც ნაცებთან საერთოდ არ არიან კავშირში, თავს უფლებას აძლევენ და სიბინძურეები აფქვიონ. ჩვენზეც გადმოდის ეს სიბინძურეები, რომ ვითომ ჩვენც იმ რაღაცა ბოდიში ჩამოსხმული სპირტიანი სასმელები თვითონ ჩვენ ფინანსდებოდით თურმე რა. ჩვენ საერთოდ არაფერი ფინანსები არ აგვაქვს, სიმართლე რო გითხრათ. 2-3 კაცი მუშაობს ამ ტელევიზიაში რა რაღაცა კაპიკების უხდი თანამშრომლებს და მეც რაღაცა ისე აი საზოგადოებრივ საწყისებზე ვარ თითქმის აქა და რაღაცა აი ენთუზიაზმით ვარ. აქ არაფერი დიდი დაფინანსება, აქ არაფერი ამ ტელევიზიას არ გააჩნია. ერთ პატარა სტუდიაში ვართ აქ თავმოყრილი და არ ვიცი, მუშაობთ, იმიტომ რომ გვიყვარს ეს საქმე. და მაინტერესებს ერთი აი ამ სხვის ფულების დათვლაში რო ხარ ჩემპიონები, ვინმეს მოპარა გიორგი კანდელაკმა, რომელიმე სახელმწიფო მოხელე იყო, როა და რა კორუფციაზე ლაპარაკობ, სადმე ჩინოვნიკად მუშაობდა, ministri იყო, დეპუტატი იყო, არამე ტენდერებთან ქონდა საქმე თუ რა. გიორგი კანდელაკი იყო ის კაცი, რომელიც ბოდიში და თავისი ოფლით შრომით მიაღწია იმას, რომ რაღაცა გარკვეული კაპიტალი დააგროვა და სხვა ზოგიერთი სპორტსმენისგან განსხვავებით ეს რაღაცა უკეთურობას კი არ მიმართა ესა საქმეში ჩადო რაღაცა მიწები იყიდა ვარიანში დაიწყო შრომა ნელ-ნელა დილის 6 საათზე დგებოდა კაცი დილის 6 საათზე და ჩამოუვლიდა თავის ვარიანს რანჩოს და ყველა იმ ობიექტებს რომელიც გააჩნდა და დაფუსფუსებდა შრომობდა ამისთვის რომ რაღაცნაირად რაღაცა შემოსულიყო შემოსავალი რომელიმე რა სახელმწიფო ტენდერებში ღებულობდა კაცი აი ამ სარესტორნო ბიზნესები ქონდა ძირითადად მას რო ჩამოთვალეთ ის დიდი ცხრილები იქ იმისი რამდენია იქიდან მოქმედი ერთი მაინტერესებს და ზოგიერთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია რა ჩვენ მაგალითად ჩვენ კომპანიას რა შემოსავალი აქვს რამე თუ რა ამ ტელევიზიას ვინმეს წაგართვათ ვინმეს რამე სახელმწიფოს წაართვა თუ რა მაინტერესებს რომ ითვლით ამ ყველაფერს თუ რამე სახელმწიფო ჩინოვნიკი იყო ეს კაცი
კაცმა წვალება შრომა გამოიარა და თავისით მიაღწია იმ ყველაფერს, რომ რაღაცა ნელ-ნელა შექმნა წარმატებული ბიზნესი. რატო ხართ ასეთი ვერ ხვდები აი მოძულეები თითეული ქართველის წარმატება რატო გეზიზღებათ გძულთ? ის არაბები და ირანელები რო ფუსაკეთებენ ეს არაფერია და ქართველმა კაცმა თუ გაიხარა რაღაცნაირად ეს არ ქსიავა. მე სიმართლე რო გითხრათ, აი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ქონეც რო იყოს ადამიანი სიტყვაზე სულ არ იყოს რაღაცა ის ადამიანი რომელიც სიტყვაზე აი რაღაცნაირად მე გარკვეულწილად ჩემს პოლიტიკურ ინტერესებში ჯდება და რაღაცა ამ მიმართულებით ვფიქრობ რომ სწორად აზროვნებს თუ რომც არ იყოს თუ კი წარმატებული ბიზნესმენი მივესალმეთ რომ ქართველი კაცი ხო არის საქართველოში ხო რჩება ეს ფული მირჩევნია ქართველმა კაცმა იშოვოს ამ ქვეყანაში ფული ვიდრე უცხოელმა დღეს თუ აი ერთხელ მიდით იმ რანჩო ვარიანში და ნახეთ აი გულს გაუხარდება ადგილობრივები დასაქმდა ესე იგი გაიზარდა ამ თვითონ ამ რეგიონის პოტენციალი ყველა დიდი ან პატარიანა ჩამოდის და რაღაცა რუკაზე გაჩნდა ახალი რაღაცა ტურისტული გარკვეული ობიექტი კაციშვილი რო არ მარტო იაკობ გოგებაშვილის მუზეუმში კი არ ჩამოდიან არამედ ჩამოდიან უკვე აქ მე პირადად აი მიხარია რომ აი რო ხედავ ამდენ ადამიანს დასაქმებულ და ყველაფერი ეს გიორგიმ შეძლო ის რომ უამრავი წარმატებულ მოკრივეს ასპარეზი გაუხსნა და კაც ეხლა მოხდა რაღაც აი ამ გაუგებრობაში და გარკვეულიც არ არის და უკვე გადაუსვეს ხაზი რა საქართველოში ბოდიში და უკანონოდ და რაღაცა ისე მერე რო გარკვეულა სამართალი არ ყოფილა ესეთ შემთხვევები რომ არ მომხდარა სწორად ადამიანებისთვის ბრალის წაყენება შემდგომ მომხდარიყო ყველაფრის გარკვევა გულსატკენია მეგობრებო ეს ფაქტი მე სიმართლე რო გითხრა ცოტა სხვაგვარათაც მინდა და ფორმულირება ამ ყველაფერზე საუბარი და ცოტა მძაფრათაც მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე რა უფლება მაქვს ამაზე ვისაუბრო ოდესაც ეს სურვილი არის უბრალოდ რომ სხვაგვარად არ ვისაუბრო მე ვითვალისწინებ ამ სურვილს იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ტელევიზია და მე გასაჭირში მყოფი ადამიანის ინტერესი როგორ არ უნდა გავითვალისწინო მაშინ მე მოღალატე ვიქნები მე ის კაცი არა ვარ რომელიც რა ქვია დაზიანებულ გემს დავტოვებ და გავიქცევი ვირთხასავით ამას მე არ გავაკეთებ და თუ თქვენ ამ ტელევიზიაში ადრინდელ რესპონდენტებსაც ვერ დაინახავთ ნუ დამაწყებინებთ ახსნა განმარტებას რატო არ არის ის და რატო არ არის ეს ბევრი არის სუსტი ადამიანი ეშინია რაღაცა ვაიმე მეც რაღაცა ტალახი არ მომხდეს ვაიმე მეც რაღაცა ჩირქი არ მომეცხოს მე პირადად ისე მიცხოვრია აქ ქვეყანაში რომ მე სიმართლე სადაც ხედავ იმ ხარეზე ვდგევარ და ადამიანებმა შეიძლება ისეთი რაღაცები დაგაბრალონ შეიძლება შეგეშინდეს კიდევაც მე შენ გეტყვი ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ასეთი რაღაც სააკაშვილმა ნახევარი საქართველოს დამნაშავედ გამოაცხადა იყო დამნაშავე ის ხალხი გეკითხებით ხალხი დახოცა დახვრიტა და იყო ის ხალხი დასახურეთ და თქვენ გონიათ რა ეხლა არ შეიძლება რომ ადამიანების რამდენმა ადამიანი გამართლდა დღეს აი ამ სასამართლოს პირობებში მიეცა პასუხისგებაში და გამართლდა გაიხსენეთ რამდენი ყოფილა ესეთი უამრავი და რატო გონიათ რომ ამ საქმეში არ შეიძლება რომ სიმართლე იქნას გარკვეული ვით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავითარი კავშირი კანდელაკს არ აქვს იმ საწარმოსთან არ არის მისი ეს საწარმო ერთი ბოთლი არ გაუსაღებია მას თვითონ ვიღაცამ ჩაუგდო ლინკი იმ ფლობელმა რომ იქნება დამეხმარეო და ეს იყო და ეს ჩვენება არის რომლის ობიექტურობაც გაირკვევა კიდე რამდენად როგორ იყო და რა მე არ მინდა კიდე ერთხელ აი ენაზე მადგას რაღაცები თქვა მაგრამ ვიკავებ რაღაცების საუბრისგან იცით ყოველ დღე მინდა ამ თემაზე საუბარი ყოველ დღე და სხვაგვარად მაგრამ როგორც გითხარით ეს არ არის სურვილი ბატონი გიორგის ეხა შეიძლება არ ვიცი ნუ ვცდილობ ჩარჩოებში მოვექცე და რაღაც არ გავწდი ამ იმას უბრალოდ მე მაღიზიანებს აი ამ
რომ ზოგიერთ ბევრი უამრავი შეტყობინება მოდის პირიქით ხარდასაჭერი გამამხნევებელი ეხა არ იფიქროთ რომ მარტო უარყოფით ხედავდე დიდი მადლობელი ვარ იმისიც რომ აი ესეთ ხარდაჭერა ბევრს ვერ უშვებ კომენტარები ჩავწერეთ სასამართლოში და შეგნებულად არ უშვებთ იმიტომ რომ არ გიორგი სურვილია რომ ძალიან არ გვინდა რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ გიორგი სურვილია ეს და ამიტომაც აი ბოდიშის მოხდით გეუბნებით რომ ამიტომაც ვერ გითმობთ ეთერე ძალიან ბევრი ზარი იყო გამოვალთ მხარს დაუჭერთ განცხადებებს გავაკეთებ და ვეუბნებით რომ აი ბოდიშით აი ნუ ეს ჩვენი და დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ არის სურვილი ბატონი გიორგი კანდელაკის. იმიტომ რომ ეს კაცი ციხეში ზის და ქვეყანაზე ფიქრობს, რომ თავისი ეს საკითხი ვიღაცამ არ გამოიყენოს სხვაგვარად. ყოველთვის გიორგი კანდელაკი იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. თქვენ როდესაც აი გოგლი-მოგლის ჭამდით ზოგიერთები და ბუჩქებში იყავით, ჩემძვრალი მაშინ ებრძოდა ეს კაცი სააკაშვილს. და მერეც როდესაც არც რაიმე პრივილეგია მიუღია არც მინისტრი გამختარა არც სახელმწიფო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ის იყო პროფესიული კავშირის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი არანაირი თანამდებობა არ მიუღია ამ ბრძოლ მიუხედავ არ გაბრაზებულა იმის გამო რომ აი მე ამდენი ვიბრძოლე და თქვენ არაფერი თანამდებობა რამე პრივილეგია არ მომეცით და ამის გამო არც გაბუტულა პირიქით ყოველთვის გვერდში ედგა სახელმწიფოს და ამიტომაც არის გულდასაწყვეტი ბევრი რამ. კაცი რომელიც უანგაროდ ქვეყანას გვერდში ედგა დღეს გარკვეული აი ამ შეურაცხყოფის ობიექტია ზუსტად აი ამ სახელმწიფოს გარკვეულ დაკავშირებული ხალხისგან, ზოგიერთებისგან. იცით რამდენი რამე მაქვს სათქმელი? იცით რამდენი რამე მინდა გითხრათ, მაგრამ გითხარით რატო ვერ ვიძახი ამ ყველაფერს? ერთხელ დავწერე კიდევაც სოციალურ ქსელში თევზმა თქვა სათქმელი ბევრი მაქვს და პირი წყლითა მაქვს სავსეო და ზოგიერთმა კი გაიგო ეს რას ეხებოდა ზოგიერთმა უწვინო ვერ გაიგო ეს ყველაფერი გიორგი კანდელას არასდროს არ მიადგება ჩრდილი ჯერ მე მადლობა მინდა უთხრა მას იმის გამო რომ ეს ტელევიზია აჩუქა ქართველ ხალხს რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ელოდებით და მართალი სიტყვა გესმით აქედან. ტელევიზია, რომელიც ეთერებიდანაც ყოველთვის ისმის ობიექტურობა, ზოგს წინს, ზოგს არ წინს. ზოგიერთი ინფორმაცია მომდის, რომ ზოგიერთი ჩვენი განცხადების გამო რაღაცა ნუ გაბრაზებულა. კიდე ერთხელ გითხარით, ყველაფერი ვიცი, როგორც იმ ფილმში არის ნათქვამი. ყველაფერს ხედავ, ყველაფერს ვამჩნევ. ასე რომ მიფრთხილდით. მე ყოველთვის ვიდგები გიორგი კანდელაკის გვერდით. მე ამ ტელევიზიაში იმიტომ მოვედი, რომ გიორგი კანდელაკი იყო ამ ტელევიზიის სული და გული. გიორგი კანდელაკი არის თხემით ტერფამდე ქართველი კაცი. და მე ძალიან მიმძის ამ კაცზე რომ ვლაპარაკო. და ვერ წარმომიდგენია რომ აი ეს კაცი და გულში აი ბრაზი მიპყრობს რომ ამ კაცს ეხლა მე გისოსებში მოვიაზრებ და ხედავ შუარჯიში დავიწყე 6 წესამ დავიწყე რა თქმა უნდა 6 ბავშვი არაფერი ვიცოდი კრივზე კი მომწონდა რაღაც ეს ჩხუბი და ის ბავშვობაში რა უფრო მამას უნდოდა რა მამა ჩემს უნდოდა და საერთოდ გატაცებული იყო ბუნებით რა თევზაობა და ნადირობა მიყვარდა სასწაულად რა ოცნება იყო შენ ამ მოთევზავი არ მონადირე გამოსულიყავ რა მამა ჩემო მითხრა თუ გინდა კარგა ივერჯიშო ბავშვობიდანვე კონტრაქტი დავდე პირველივე რა თუ გინდა შაბათს ან კვირასო სათევზაოდ ზაგიყვან ასანადირდა და ესე ვარჯიშობდი გამალებით რომ აი კვირა დღეს თუ კარგა ვარჯიშობდი ეს ერთი კვირა სათევზაოდთან სანადირო წამიყვანდა პირველი წარმატება ნუ საქართველოში ჩემპიონობა იყო მე უკვე ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მე ნაკრების კაპიტანი ვიყავი ხოლმე ახალგაზრდული და ნუ მე უცებ დაიშალა რა სანამ ევროპაზე ამ სოფლიოზე წავედი დაიშალა ნუ საბჭოთა კავშირი მაშინ და პირველი გასვლა იყო სოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებში მე და დავით კვაჭარი წავედი იმიტომ
მაშინ ერთი კაცი უნდა წასულიყო 12 წონა იყო, მაგრამ ერთი საშუალება იყო რომ თანხა და ეს მე წამიყვანა დავით ბაჭაძე. ჩემი მცდელები მაშინ რომ ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ბატონო დავითმა წამიყვანა ჩემი მცდელები. ავტალი შოშიაშვილი და ჟორა კარელიძე იყვნენ. მცდელების საშუალებაც არ ჰქონდა რომ წამოსულიყვნენ და მარტო ფედერაციის პრეზიდენტმა, იმიტომ რომ ჯერ არ იყო გასული არც ერთი ნაკრები მსოფლიოს რამე შეჯიბრებაზე, ამ მსოფლიო ჩემპიონატ დამოუკიდებლობის სახით და ჩავედით კანადაში მოდიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავფრინდით არა. უცებ მივედით ამ იმაზე აწონვაზე, მივიტანეთ საბუთები, ეს საბუთების წარდგენის დღე იყო და არ გვიშვებენ შეჯიბრზე და არ არსებობს ესეთი ქვეყანა. საქართველოს, ნუ უხსნით რომ არის დამოუკიდებელი საქართველოსზე და ნუ არიციან ჯერ მსოფლიოში რომ არ გვიშვებენ შეჯიბრზე და 6 საათამდე ველოდე დილის საათზე მისულები საღამოს 6 საათამდე ველოდე და როგორ მახსოვს ერთ მოხუცი ადამიანი იყო იგი და ძალიან შევეცოდე რა ამ ხელა მანძილზე იფრინა ისა და იქნებ მაშინ დაუშვათ და ვიღაცა ეტყვა პირველ ჯგუფში სცენებს და დაუშვათ ცოდუაო. ნუ დაგვიშვა შეჯიბრზე დაიწყო ეს ტურნირი მაშინ ორი ჩვენი მოჭირავი იქ ცხოვრობდა უკვე კანადაში და იმით მეშვეობით საუბრობდით და დაიწყო პირველი შეჯიბრი, ნუ პირველ ჯგუფში პირველ რაუნდში მოვიგე, მეორე ჯგუფით მეორე, ნუ მისდის ეს დღეები და 5-4 ჯგუფი მოვიგე ფინალამდე უკვე ყველა მიხვდა რომ ფინალში გავიდი საჩემპიონო ტურნირში ჩასული. ახლა წინა დღეს დასვენების დღეა ხოლმე საერთოდ ჩვენთან რა კრივში ფინალის წინადღე და თქოსო აბა თქვენი დოშა და თქვენი ჰიმნიო რა დოშა ხო გაქვთ ქვეყანა ხართ რა დოშა არ ქონდა წაღებული მაშინ და ნუ დაუხაზეთ რა აქ შინდისფერი აქ თეთრი აქ შავი რა მაშინ დოშა იყო და ჰიმნი ნუ არ ქონდა ჰიმნი და თუ არ მოიტანთ ფილმსა უნდა რუსული ჰიმნს დაუკრავთ მაშინ რა მოგვიტანეთო მეორე დღეს რა აწონებზეო და დასვენების დღე იყო და წავედ დასვენების ამ სისაულმა და იმე მოჭირებმა დაგხვატიჟეს სახში და რო ვიჯექი სახში რაღაცა ქართული ისე გვაქვს და როგორ მახსოვთ უთხედი ის ქონდათ მაგნიტოფონი ძველი ესეთი კასეტები რო იყო ხოლმე ჩარტე და ქართული მუსიკები გვაქვს და ჩარტეს ქართული შალახი მეთქი მომეცი რა არის მომეცი ხოლმე მჭირდება ეს მეთქი წავუღია წუნებზე და მე უტანე შალახოს კასტა და უთხარი ეს არის ჩვენი ჰიმნი მეთქი გაგიჟდი და ეს დაფტა ეს დოლზე იმაზე ეს არის ჩვენი ჰიმნი კი მეთქი რა ჩვენი ჰიმნი და ზუსტად იმაში ადგილობრივ ხდებოდა და აბა სალსე იყო მაყურებელი და აბა დავედი ფინალზე რაღაცა და ნუ ის მეორე რაუნდში მოვიგე დაჯილდოება გამოვიდა ყველას აბა 13-იანი დროშები და ჩემი შეუკერია და 1.5-მეტიანი დროშა გამოიტანა ეს პატარა დროშა აბა ჰიმზე როცა მოდგა ხალხი და როცა ავიდა შალახოს მუსიკა თუ მე ვიჭები ხო იჯერ მაყურებელში და მაყურებელი და კაირამას არ შეჭამავს ჯუნგლებიდან არის ჩამოსული ეგეთი იყო პირველი შეჯიბრი წარმატება ეგეთი იყო კი მქონდა სირთულე ბავშვობაში დავტო იმიტომ რომ რაღაც ეს რომ მაშინ რომ დაიშალა და არც ერთი სპორტსმენი უნივერსიტეტში არც ერთი რაღაცა და ნუ იყო რაღაცები მე კიდე იყო პრობლემები მაშინ 92-13 წელს რაც შეკრება არაფერი არ ქონდა საერთოდ რაღაცა მივდიოდით რაღაც სივიწყლით ვიბანით ხოლმე აი შეკრებაზე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღეთ გუნდური და ორჯომში სივიწყლით ვიბანავთ ხოლმე მოედანზე რა იმიტომ არ იყო სხვა ეს პირობები და ჩემი ის იყო აი ოცნება იყო და იმიტომ რომ რაღაც მინდოდა რომ შემექნა ძალიან ბოლოს ისე შემიყვარდა ეს კრივი და რაღაცა ეს სამშობლოს ეს მინდოდა რომ რაღაც მომეტანა რა რაღაცა გამეკეთებინა იმიტომ რომ კრივი საერთოდ აღარ იყო რა ჩავარდნილი იყო აი კვაჭაძის მერე და გვინდოდა და აი ჩვენ ნაკრებს და ყველა მე ამაზე ფალიანი სასანია ყველა ესენი მოკრივეები ჩვენი კაკაულიძე ეს ჩვენი თაობა გოგოლაძე სულ ყველა ვიყავით აი ძალიან მონდომებული რომ გვინდოდა მე წამოვიდა ჭანტურია ესენა ძალიან გვინდოდა რომ რაღაც სერიოზული შედეგების მიგვეცია დღე და ღამე აი შრომაში ვიყავით და საერთოდ აი სამჯერ ვარჩევთ ხოლმე დღეში რა და მივახციეთ ამ შედეგს ესეთი გაჭირვების პერიოდია რომ საერთოდ არაფერი არ იყო და დარბაზის ეს იერ ქონდა ხოლმე შეკრებაზე 2-3 შოქს ჩამოვიკიდებდა ხოლმე და 30 წელს 2-3 შოქზე ვარჯიშობდით მაგრამ თავარია მონდომება და ეს მონდომება იყო აი შემართება იყო ყველა ვინც კი გადიოდა 10-11 მოკრივე ნაკრებიდან აი ყველა შედეგზე იყო ორიენტირებული და ყველას უნდა ჩემპიონობა 18-ის უნდა გამხდარიყავი და წავედი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ ამ ფედერაციას არ მივყავდი იმიტომ ბავშვია ვიღაცა მოკალავს სცენებს რაღაცა და გაფუჭდებაო რა და კლიშეგები ვიძახთ ხოლმე იმიტომ დათმა თუ გაატარე გაფუჭდებაო ვიძახთ ხოლმე და მე რომ დამთავრდა ეს შეკრება რა ნუ თქვი ესო მაშინ ავტოშოში მე ჩემო მოდიო წავიყვანოთ და თუ და მე მოხსნათ და ოღონდ წავიყვანოთ და მოხდა ისე წამიყვანეს და ზუსტად აი მეორე ბრძოლა იყო ეს გერმანელთან რომ აი 2-3 ქულას ვაგებდი ბოლო მომენტამდე იმიტომ რომ გადავსველი იყო უკვე საპრიზო ადგილას და აი ეს იყო ჩემს მალდა იმიტომ რომ მაინც ბავშვი ხარ ამ ძიმე წონა 18 და ძალიან პატარა ბავშვია და
აი ეს გადავწყვეტი ბრძოლა ჩემთვის რა, რომ აი როგორღაც აი ბოლო 20 წამში რომ აი ყველაფერი გავაკეთე, ეს 2-3 ქულა მომეკაჭა და იმას ვქენი და ზუსტად აი ერთი ქულით მოუგე და ამის მერე უკვე წავიდა შედეგია და უკვე თან ადამიანს უიღებ და დარწმუნებას იღებ ყოველ რომ აი შეგიძლია რა. არ უნდა ეგონოს ვინმე რომ არ შეუძლია რა. ყველა და მითომ ეს ქართულ სულში ეს ცოტა ეს კრივი დევს არის, იმიტომ რომ ჩვენი აი წინაპრების ოდითგანვე იყო კრივი ძალიან პოპულარული საქართველოში და ფიქრობ რომ შეგვიძლია რა და ძალიან დიდი შედეგები შეგვიძლია. ახლა მართლა საუკეთესო ნაკრები გვყავს აი მსოფლიოში ერთ-ერთი ევროპის პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა ჩვენმა ნაკრებს 3 ჩემპიონი გახდა და მსვლელების რა თქმა უნდა ბეჟან ჭიჭინავა და ილია ტლაშაძე ვინც არიან ჩვენი უფროს ნაკრების მსვლელები აი ძალიან ისეთი შედეგით არიან და ერთ-ერთი უძლიერეს ნაკრები გვყავს მსოფლიოში და ფიქრობ რომ ყველა მოკრივე უნდა იცოდეს და ყველა საერთოდ დამწყება ახალგაზრდამ რომ თქვას რომ ყველა სპორტში აგიგოროს მარტო კრივში და ანჭიდაობაში და ყველა სპორტში შეგვიძლია შედეგის მიღწევა რა თუ მოინდომებ ყველაფერი შეგიძლია თუ ვერ მოინდომებ ყველაფერს გააკეთებ ეს კაცი ამის ღისი არ არის არ დაუმსახურებია წვალების ტანჯვის მეტი მისი ცხოვრება არ არის და თუ კი რამე ადამიანს აქვს საკუთრება შეძენილი არც არავისთვის არ წაურთმევია და არც არავისთვის არ მოუპარია ეს თუ აქვს საქართველოში ზოგს უნდა რომ რაღაცა თვითონაც მიიღოს ეს როგორც ფეხი-ფეხზე გადადებულს არაფერი არ გააკეთოს ვინმე დაგიშალათ ბიძიკო რომ გაგეკეთებინათ იგივე პროექტები თქვენ რაც ამ კაცმა გააკეთა ვინმე დაგიშალათ ვინმე დაგიშალათ შეგექმნათ ტელევიზია ვინმე დაგიშალათ შეგექმნათ რაღაცა ესეთი წარმატებული ბიზნესები რომლებიც სავიზიტო ბარათია საქართველოში დღეს უამრავი ტურისტი ჩამოდის რანჩო ვარიანში ეს არის სავიზიტო ბარათი ქვეყნის ბელორუსი რუსი ყაზახი ებრაელი ინგლისელი ჩემთვის ტანჯვა თითეული აქ გადაცემის კეთება ხა სიმართლე რო გითხრა იმიტომ რომ მე ვერ ვიძახი იმას რაც მე მინდა ვთქვა მაგრამ მე ხლა რომ ავდგე და აქედან წავიდე ეს შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი შეეშინდა და წავიდა თქვენ დალოცვილებო ერთხელ მიწიძვრა მოხდა და ავდექი ესე წამოვდექი იმიტომ რომ ბუნებრივი რეაქცია მქონდა თავზე მეგრეო და ყველაფერი მცვიო და ყველაფერი და აი ამას დაატარებს თელი გინდა ეს კონსერვატიული ფთა გინდა ნაცების ფთა ვაი ღლიცინებენ ამაზეც რომ აი რაღაცა რომ მოხდება ერთი მაინტერესებს მიწიძვრის გამო ხო არ უნდა სიცილი უნდა დამეწყო ორჯერ ბიძგი იყო და რა ვქნა გიჟი ვარ თუ რა ვარ ვერ გავიგე კაცი ესე ფეხით წამოვდექი რომ და მე დავჯექი და 1 საათი გადაცემა მიმყავდა აი ესეთი ხალხი ხარ თქვენ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ ყოველთვის ვიყავი და ვიქნები სიმართლის ხარ მე ვარ ის კაცი რომელიც სააკაშვილს უპირისპირდებოდი დავტოვე სახელმწიფო სამსახური პროტესტის ნიშნად და იმ დღიდან ვარ სააკაშვილის წინააღმდეგი და ამ დროს ზოგი გოგლი მოგლის შამდა როგორც გითხარით და ვისაც არ გჯერავთ აგერ არის ვიდეო ფირები არ იწვის მაშინ როდესაც ხმას ვერ იღებ და ზოგიერთი მე ლაპარაკობდი რომ მოვა ის დრო უშიშროება დაადებს ბორკილებს სააკაშვილს მეთქი მახსოვს ეს დავით არგუბარდიას თავთქვი ერთხელ ეთოში და აკუბარდიას ისეთი ფერი წაუვიდა და რას ამბობო და ეთყობა მე მივხვდი რომ ალბათ მას ექსკლუზივი ქონდა ხანდახან სააკაშვილის ლანძღვაზე თორე რატო უნდა ქონოდა მეთქი გავიფიქრე რეაქცია რა ვთქვი ხა ისეთი მეთქი რაც სხვას არ უთქვია და ყოველთვის გამოვდიოდი ბრიფინგები ქონდა პრესკონფერენციები სააკაშვილის წინააღმდეგ მე ყოველთვის ვიყავი სიმართლის დადარაჯოზე და არასდროს არ შემში და მით უმეტეს ეხლა არ შემეშინდება იმიტომ რომ დგავარ უდიდესი პატრიოტის უდიდესი ქართველის გვერდით რაც არ უნდა ჩირქი მოაწყო თვალ შეიძლება კენედის კვლელობა დააბრალოთ თვალ შეიძლება რაღაც მე ყოველთვის ამ კაცის გვერდით და მცხვენია იცით რისი რომ როგორ მალე ვივიწყებთ რაღაცებს როგორ მალე ვიღვი ჩემზე უფრო ახლოს გიორგისთან ბევრი ადამიანი იყო და მიკვირს რაღაცეები ცით ძალიან მიკვირს თქვენ ხო არ გონიათ რომ ეს ყოველთვის ყველაფერი ესე გაგრძელდება შეიცვლება ყველაფერი კალაპოტშით ადგება სიმართლეც იზეიმებს და მე თქვენ აი არ შეგწყვებათ ამ ქვეყანაზე ცხოვრების არ შეგწყვებათ მაგრამ თქვენ რა უნდა შეგწყვეთ თქვენ საკუთარ დედას და მამას გაყიდით ხო ვიცია რა რამე რო იყოს რა ზოგიერთი აი ხო ვიცი ვინც ახარ და როგორ რა რის სანაცვლოდ ავცელებთ რაღაც იბინძურებს ზოგიერთები მაგრამ მე ზოგიერთებისაც გამიკვირდა აი რომ ესეთი განცხადებები გააკეთეს რომ
თავიდან უმახიანად დაიწყეს ხარდაჭერა და მე ხო აეხა ტყილა ვისი ჭერენ და ალბათ ასაჭერია და მაგრამ ნაცებს რატო რა იცი თქვენ ვის რატო იჭერენ და რა არ მოხდა რა საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა რომ ტყილა დაუჭერია და მე გამართლებულა არ ყოფილა ესეთ შემთხვევები სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში იყო 0.01% გამართლებელი თორე ეხლა რამდენი გამართლებელი შემთხვევა ვნახეთ ჩვენ ალბათ თქვენ უფრო იცით ამას რო იძახით ვიღაცამ ინფორმაცია მოგაწოდათ ეთყობა რომ ამ კაცს არ გავამართლებ ჩვენაო და გამორიცხული ამ კაცს სამართალს არ ვაზეიმებთ ალბათ ეგ არის თორე რატო გაქვთ ესეთი აზრი მე ვერ ხვდები რატო ფიქრობთ ესე მე ვერ ხვდები რატო ხო ყოფილა შემთხვევა მაშინ რატო იძახით ამას თან აბრალებთ კაც იმას რაც არ გაუკეთებია მოკლედ მე მინდა რომ თქვი კიდევაც რომ ამ თემას არ შევეხები მეთქი მაგრამ იცით რა მეც ადამიანი ვარ კინა არა ვარ იცით რაღაცა ლაბს გესვრიდან ტალახს და რაღაცა ხმაც არ ამოიღო თან ისე რომ რაღაცა კიდე ამასაც თუ ამოღება ქვია ეხლა ეს არის რაღაცა ბოდიში და მე რასაც ვიძახი ჩემი 30% რაც მე მინდა ვთქვა და 100%-ს ვერ ვიძახი იმიტომ რომ კიდე ერთხელ გეუბნებით ეს არის გიორგი კანდელაკის სურვილიო ჩვენ ამ თემას ისე არ შევეხოთ როგორც რაღაცების გამო ხო და არ ვიცი მეგობრებო ყველაფერი გაირკვევა და მე მინდა რომ ახან გიორგი კანდელაკზე არის საუბარი მის პიროვნებაზე რაღაც გარკვეული სიუჟეტი მოვამზადეთ და მინდა რომ შემოგთავაზოთ. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზეიმს ამჯერად საერთაშორისო სპორტულ ტურნირს უმასპინძლა. გიორგი კანდელაკმა ლამაზი გამარჯვებით კრივის მოყვარულთ ათასობით გულშემატკივარს დიდი სიხარული მოუტანა. სახელოვანმა ქართველმა მოკრივემ ხალთათმანები, რომლებიც სარეიტინგო ორთაბრძოლის დროს ეცვა, აჭარის ლიდერს ბატონ აბაშიძეს უსახსოვრა. ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა გიორგი კანდელაკს გამარჯვება მიულოცა და თავის მხრივ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. წარმატებული მოკრივის მენეჯერმა ფრენკ მელოუნმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხარდაჭერის გამო სპორტული ტურნირის ორგანიზებულად და ყველა საჭირო წესის დაცვით ჩატარებაში. ძალიან დიდი სიტყვასა აჭარაში კიდევ ბათუმში ჩამოვდივარ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მონაპირეში ბატონ ასან აბაშიძესი ასეთი გულთბილი შეხვედრისათვის მეც და ჩემი მენეჯერიც და ყველა ჩემ გარშემო ინსტიტუტებს და ამ ყველაფრისათვის რაც კი ამ დღეებში აი ჩემმა სტუდენტმა ნახეს ყველაფერი ძალიან აქტუალურები არიან პირველ რიგში ამ სიტყვოთი ჩვენი ქართული სიტყვოთი ძალიან დიდი მადლობლები არიან და ბათუმი ყოველთვის მიყვარდა და მით უმეტეს დღეს ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ჩამოვდივარ ყველა ძალიან ბევრი მეგობრები მყავს ძალიან თბილი ხალხია და ყოველთვის მიხარია და ის როგორც ჩემს სახლში ასე უგრძნო თავს ბათუმში და ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან წარმატებით დაიწყო ჩემი ასპარეზობა ბათუმში და საქართველოში და ყოველთვის ასე გაგრძელდება მე მგონი ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ყველას რა თქმა უნდა მე მჯერა რომ ყველას უნდა იქ მოსვლა მაგრამ ზოგმა ვერ მოახერხა ზოგმა რაღაც გამო და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი ასეთი გულთბილი შეხვედრისათვის ასეთი გულთბილი მასპინძლობისათვის და მეც აუცილებლად ყოველთვის შევეცდები რომ ყველა ქართველი წუთიერი ბედნიერა ყველას ვაგრძნობინო რაც აი ჩემი გამარჯვებით შეიძლება ვაგრძნობინო Stratov's eyes are open and he looks to have made a recovery here, which is obviously very good news. But that was a good win for Kandelaki. Yes, that was a good win. He just showed he was very strong. He's very solid. Obviously, there's a lot to go on with Kandelaki. He's got some good basics, and the heavier what you want is power. He's got that, and that was a very heavy shot. And now Yelistratov just sitting. He's still getting the victories in, and you can't take that away from him, even though the opponents haven't been the best. Yuri Yelistratov to his feet. A terrific sign. He goes back to his corner and back to the Ukraine, and Georgi Kandelaki moves onwards. Ladies and gentlemen, after 1 minute and 54 seconds of round one, your winner from Georgia, and still unbeaten, Georgi
Candelacchi. Now based in London also, Georgie Candelacchi, ladies and gentlemen. And as he leaves the ring, ladies and gentlemen, please give a round of applause to the very unfortunate გიორგი კანდელაკი, ჩემის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, პერსპექტიული მოკრივეა მძიმე წონაში. ამბობს მისტერ მელოუნი. დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 წლის შემდეგ, როცა იგი გამოცდილება შეიცენს, საქართველოს ეყოლება პირველი ევროპის ჩემპიონი პროფესიულ კრივში. ღმერთმა ქნას, რომ მომავალში მსოფლიო ჩემპიონიც. ჩემი თხოვნა ყველას, ვინც იცნობს და უყვარს და კომაგობს გიორგი კანდელაკს, საქართველოში აუცილებლად მოვიდნენ სტადიონზე და ნახონ ხვალ საღამოს ეს აინტერესო ბრძოლა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ განგებამ ფრენკ მელოუნს შემოხვედრა, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია მსოფლიოში. როცა ერთ მხარეზე ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდა მოკრივე გიორგი კანდელაკია, მეორეზე კი მენეჯერი ფრენკ მელოუნი, დარწმუნებული ვარ, წარმატება უსათუოდ მოვა. ეჭვი არ მეპარება, მელოუნი ყველაფერს გააკეთებს ქართველი მოკრივისათვის და შედეგებიც საუკეთესო იქნება. მერწმუნეთ, თავის ზონაში გიორგი კანდელაკი ერთ-ერთი ყველაზე перспективული მოკრივეა მთელ მსოფლიოში. დაძინა ფილიპ პოდიუ. Сейчас Канделаки готовится 2 недели с половиной. Я очень рад, что это мое второе посещение в Грузию. Один раз был аматерским, сейчас профессиональный. И я очень рад, что первый раз будет профессиональный бокс здесь, в Грузию. И все вы посмотрите, мы работаем в один маленький экип, который один без другого не можем. Это промоутером, менеджером, я как тренер и Георгий Канделаки. Один без друг не может работать, сам боксер не может сделать ничего, менеджер, промоутером. И все работают в один большой экип, который всем надо знать, что это очень важно. Я надеюсь, завтра все любители бокса Грузии посмотрят один хороший бокс. Если там американский боксер. И я надеюсь, что это не будет последний раз в Грузию. И будет счастливая грузинская публика посмотрит Георгий и его успехи следующие. Да. Что вы знаете о противнике Георгия Канделаки в этом американском боксе? Да. Мы увидели на кассету все боев от 10 год назад и знаем, как у него стиль, да, у него 49 боя, а эти 37 да, нокаутом. И он опасный, это что у него игра так, у него игра как получает удары, в один момент сделает контратаку и сделать так обратно, из не надо сделать на противника. Ну, все-таки надеетесь, что Канделаки выиграет это бой? Я за этому здесь будет хороший результат завтра. Თავზედ რომ ამ საუბარში მონაწილეობდა ევროპის კრივის კავშირის დირექტორატის წევრი, ბულგარეთის კრივის ფედერაციის მდივანი მარიანა ბორისოვა. ერთი 24 საათი გვაშორებს ბრძოლას გიორგი და ესე შედგა აწონუა და თქვენი განწყობილება ამ მე-11 სარეინდიკო ბრძოლის. განწყობილება რა თქმა უნდა გამარჯვებისაა. მე მას ყველას პირდები, ჩემს გულშემატკივრებს, ყველას ვინც იქ მობრძანდება თუ სახლიდან იბალეშკებს. ყველას პირდები რომ აუცილებლად გავემარჯვებ. ასე რომ ძალიან კარგი განწყობილება მაქვს, საბრძოლო განწყობილება მაქვს სასთავადია და აი, რაც კი შეიძლება ადამიანს ქონდა შემართება ყველაფერი, მით უმეტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა, რომ ჩემთვის აი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში ტარდება კერძოდ ბათუმში, აჭარაში, ამდენი გულშემატკივრების წინაშე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი შემართება იქნება და უფრო მეტად აი შეგიძლია უფრო მეც გააკეთებ. გიორგი, აი ასეთი პასუხისმგებელი ბრძოლის წინ დიდი მნიშვნელობა ორგანიზაცია შეჯიბრებისა. აი ხმაყოფილი ხარ თუ არა თუ როგორც პროფესიონალი მოკრივე და ჩვენთან ამემო. რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე არის გაკეთებული. ყველაფერი ძალიან კარგად არის. საერთაშორისო ძალიან მომეწონა რინგი, აი ეს ნამდვილი მსოფლიო სტანდარტის არის, ყველაფერი ძალიან კარგია. მიიღება დახვედა და ჩვენი სტუმრები ძალიან მადლობლები არიან. ასეთი გულთბილი შეხვედრისათვის, ასეთი ყველას თანადგომისათვის, რა უყურებენ, აი ყველა გეკითხება, რა გინდა, რა გნებავთ, რა სიამოვნებით, ამაზე აღფრთოვანებულები არიან, რა.
და ბოლოს აი რა სიტყოდით თქვენ მოწინააღმდეგეზე მე ვიცი რომ თქვენ უკვე ვიდეო კასეტაც გაეცანით. კი, გავეცანე, რამდენიმე ბრძოლა ვნახე. კარგი მოკრივია და ამ თავადაც არის ძალიან გამოცდილია. იმიტომ ამდენი ბრძოლები აქვს და ვინც კი დღეს აი ცოტა ისეთი ძლიერი მოკრივია, ყველასთან ნაბრძოლი აქვს და ყველასთან აქვს ჩატარებული მატჩი. მაგრამ დაირღვევა ტრადიცია და პირველ რაუნდში ნოკაუტს არ უნდა ველოდოთ, არა? არიცი, ნახოთ რა, ყველაფერი ხვალინდელი დღე გვიჩვენებს ყველაფერს. ისურვე წარმატებას გიგებთ. პროფესიონალური მოკრივებისათვის აუცილებელი პროცედურა აწონო წინა დღით ეწყვეტ. ასე იყო ამჯერადაც. პირველი სასწორზე შედგა გიორგი კანდელაკის მეტოქე. გამოცდილი ამერიკელი ოსტატი კიმ ოუდენი. სასწორმა 100 კილოგრამი დააფიქსირა. შემდეგ ჩვენი თანამემამული ჯერის დადგა. როგორც გაირკვა, გიორგი კანდელაკი მეტოქეზე 2 კილოგრამით მძიმეა. ხოლო სხვაობა სიმაღლეში ამერიკელი 15 სანტიმეტრით მაღალია ქართველ მოკრივეზე. შემდეგ იყო ურთიერთმისალმება, სამახსოვრო სურათების გადაღება და რამდენიმე ინტერვიუ ამერიკელი მოკრივის ბანაკის წევრებთან. ყველივე ამისათვის გიორგი აქ იჩხუბებდა თუ საზღვარგარეთ ყველანაირად მზად არის ფსიქოლოგიურად, რომ თავისი ერთ-ერთი ლამაზი ბრძოლა გვიჩვენოს. ნამდვილად გიორგი კანდელაკი მზად არის. კიდევ ერთი დიდი სიხარული აჩუქოს სტადიონზე შეკრიბილ 10,000-ობით მაყურებელს და მის მილიონობით გულშემატკივრებს მთელ საქართველოში. თქვენ მონიტორზე ხედავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო ხალხით გადაჭედილ ტრიბუნებს. დიახ, ყველანი მოუთმელად ამ მატჩის დასაწყისში არიან. აი, სამყვანი აცნობს და გააცნო მეტოქენი, აცნობს აჩთა კოლეგიას. ყველას იმათ, ვინც ვერჩი უდგა გიორგი კანდელაკს, ვინაც დღეს წვლილი შეიტანა ამ ისტორიული ორთაბრძოლის ორგანიზებასა და მოწყობაში. აი, დღევანდელ მატჩზე მობრძანდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ბატონი ასლან აბაშიძე და დღეისათვის აჭარაში სტუმრად ყოფი საპატიო ამერიკელი სტუმრები. ეხ, ვიმეორებ ბატონი ასლანი კრივის დიდი ტყიალი გახლავთ და სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ ეს ზღვა სიხარული დღევანდელი დღე გაითავისა ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის მთელი საქართველოს ხალხმა, მის მოყვარულებმა, მოდის მოყვარულებმა და არა მარტო მათ. დიახ, სტუმრებით, საპატიო სტუმრებით დიდი მატჩის მოლოდინშია. დიახ, მომდელი წამყვანი აცნობს საპატიო სტუმრებს სტადიონზე შეკრებილ მაყურებლებს და დარწმუნებული ვარ, აი როგორ ხელავს განსაკუთრებით ბატონი ასლანი, როგორ უყვარს კრივი და როგორი ერთგული კომბატი და გულშემატკივარია ჩვენი სასიკადულო თავისუფლების ოსტატის გიორგი კანდელაკი. მატჩის კომისარი ევროპული აი ყველაფერი სათა რომ დაიწყოს დღევანდელი ორთაბრძოლა და ჩვენ მოლოდინში ვართ. საერთოდ ახასიათებს პროფესიულ კრივს და ძლიერ დარტყმებს უნდა ველოდეთ პირველი რაუნდი. აი გააქტიურდა გიორგი კანდელაკი ბატონო ავტო. აი დაიწყო უკვე მიმწყდია მეტოქე კუთხეში და თავისი ყუმბარისებული დარტყმების სერია განახორციელა. გაოგნებულია მეტოქე. არალო დამფერ დასაწყეს. ოჩა გიორგი. მაყურებელი ამხნევებს. საყვარელ მოგრივეს ველოდით ბატონო ავტო ამ დასაწყის. არ ველოდი მე ასე დასაწყის. არ ველოდი, მაგრამ გიორგიმ თავისი საუკეთესო სერიები გამოიყენა, აი ახლა საუკეთესო დარტყმები. მარჯვენა პირდაპირი და ქვემოდან უწყავს საიდერ მარჯვენას, აი პირდაპირი დარტყმა თავში. ნახეთ ორივე ხელი ძლიერი დარტყმებს აღენებს. თითქოს გაოგნებული ჩანს ჩვენი მოწინააღმდეგე. გაოგნებული ჩანს, არ ელოდა ნამდვილად ასე დასაწყის. და ნახეთ შემდეგში. აი გიორგი თავის პიკიაშია. აი კлау კუთხეში მიიწვია მეტოქე. ოჩა გიორგი. იმვანეთ მუშაობს ორივე ხელი. მაყურებელთა სიყვარული საზღვარი არა. და მეტოქე. რას ფიქრობ ბატონო
უბრალოდ გააგზელებს ამერიკელი. გოლი ვერ გააგზელებს, ისე გაისხლარდა, აი განთავდა საფრთხე. და ახლა ყველაზე საზეიმო ამაღლებელი წუთები. Paul Regrani ესახაგანთული პროფესიონალური არბიტრი რანგი არბიტრი მაგრამ გიორგი კანდელაკის ხალხ ოგებულია მე-11 სარეიტინგო ბრძოლა უკვე პირველ რაუნდში დიახ ეს უფასო ელემენტურებო ქართული სპორტის ქართული კრივის ერთი კიდევ დიდი გამარჯვება ერთი კიდევ ერთი ადაშტილი ყინვალე ოქროს ფუძელია ქართული კრივის ქართული სპორტის ატიანიში ძალიან კარგად ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი ეხლა თავი და აი დარტყმა გაატარა მივხვდი რომ უკვე შოქში იყო და ამიტომ ვთქვი რომ აი ვადაზე ადრე აუცილებლად მოვიგებ მეთქი მაშინ უკვე მივხვდი და მაჩმა ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან მოხალული ვარ ამ გამარჯვებით, იმიტომ ჩემი მენეჯერები და ყველა ჩემი გარშემო მცნელები და ისინი უფრო, რა თქმა უნდა, უფრო მრავალ რაუნდიან ორთაბრძოლას ელოდნენ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო ჩემთვის. ის თქვენი სამომავლო გეგმები ახლა უფრო რთული მეტოქე გელოდებათ? სამომავლო გეგმები ახლა 6 სექტემბერს ამერიკაში მივემგზავრდები, იმიტომ ლენოქს ლუისი მიდის ამერიკაში და მასთან ერთად უნდა მოვემზადო. ერთი 20 დღით და შეიძლება ჩავატარო იქ ბრძოლა, შეიძლება არა, იმიტომ აი რამდენი იქნება დრო დარჩენილი, იმიტომ 8 ოქტომბერს უკვე თბილისში მივიღე ინფორმაცია, რომ თბილისში მექნება ბრძოლა. ასე რომ მე მგონი ბათუმიდან გაიხსნა და მრავალი ბრძოლები მექნება საქართველოში, უკვე სხვადასხვა ქალაქებში.